კარგი მამა უდავოდ უნდა იყოს კაი ფსიქოლოგი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა იყოს კაი პედაგოგი. მამას ქონა ოცნებაო, ერთადერთი ოცნება ქონა, რომ ესპანეთში და ჩემთვის სამწუხაროდ ეს ოცნება აიხდინა და ამას თუ შეიძლება ოცნება დავარქვათ, მაგრამ ნამდვილად ეგრე ფანჯარა გამოაღე და ფანჯარაში ასე ვთქვათ ამოყავე თავი და დავიწყე აი მაშინ მქონდა რაღაც, არ ვიცი, რატო გამეღვიძა და ეს სიგარეტი მოვწია თუ არა, ეგრევე ჩემმა ძმამ დამირეკა და მეც საუბედუროდ გადავიტანე, მაგრამ ეს ცოტა ისეთი რთული ვითარება იყო. მარია იყო 6 თვის. როცა რამოდენი მამა როგორ დააკლდა აი ამ ჯგუფს, მამების ჯგუფს, ხო და ეს ძალიან და რო იკითხები და სად არის ვთქვათ გურამი და აღარ არის, წავიდა. ეს იყო ნამდვილად მძიმე. გეთანხმებით, რომ დედები ბევრად უფრო ძლიერები არიან. აქ ორი აზრი არ არსებობს. ესპანეთში თუ აქვთ დავა იმას ბაბუა თუ პაპა? ოპა, პრასი თუ აქვთ ესპანეთში. ოპა, იმერული, მეგრული თუ უფრო რომელი? ოპა, ძალიან კარგი გადაცემაც გამოგვივიდა, მინდა გითხრა. გამოგივიდა და ეგ არის. არც მარილიაკლი, არც პირბილი. Vean el programa El tiempo de los padres los miércoles a las 8 de la tarde.